თბილისის სამთავროს მიერ ორგანიზებული კონფერენცია სასტუმრო რედისონში შეხვედრის თემა ურბანული მემკვიდრეობაა. შეხვედრაზე მოხსენებით გამოდიან პრაქტიკოსი არქიტექტორები. საუბარი შეეხება ბოლო წლების განმავლობაში რესტავრირებულ ძეგლებს, შექმნილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის ფსებს. კონფერენციას კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარიც ესწრება. იქნება წარმოდგენილი პრაქტიკოსი არქიტექტორები, რომლებსაც თავისი ხედვა აქვთ, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი და საერთოდ დღეს ვისაუბრებთ არა მარტო იმ პრობლემებზე, არამედ პერსპექტივებზე, ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა მიმდინარეობდეს ადეკვატური და თანმიმდევრული ისტორიული ქალაქის განვითარება. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში სამუშაოები ძველ ქალაქში მიმდინარეობდა არასათანადო სამეცნიერო და სახელმწიფო დასაბუთებით. მოვახერხებთ ბევრი რამის გამოსწორებას. შეიძლება ყველაფერი ვერ გამოვასწოროთ ისე როგორც ჩვენ ვისურვებთ, მაგრამ რაღაც პროცესებს ალბათ შევაჩერებთ, ალბათ სხვა გესტს მივცემთ ჩვენთვის სასურველს და მისაღებს, რათა არ დავკარგოთ ის ფასეული, ის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, რაც ჩვენ გვერგო წინაპრებისგან და რისი დაკარგვის უფლებაც არ გვაქვს. იმიტომ რომ ის ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ გადავცეთ მომავალ თაობას.